მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას 191 ნომრიდან. მართკუთხა სამკუთხედის, მართკუთხა სამკუთხედი, ერთ-ერთი კათეტი შემცირდა 5%-ით, ხოლო მეორე 10%-ით. რამდენი პროცენტით შემცირდა სამკუთხედის საწყისი ფართობი? თქვათ, იყო A და B კათეტები. მოხდა რა გარდაქმნა? ერთ-ერთი კათეტი გახდა 5% თუ შემცირდა 95 მიასედია, მეორე 10% თუ შემცირდა 90 მიასედი B და შესაბამისად ახლა ფართობს ვეძებთ A საწყისი, ხო? იქნებოდა 1/2 AB, ხოლო ეს მიღებულის იქნებოდა შესაბამისად 1/2 90 მიასედი B გამრავლებული 95 მიასედ A-ზე. მოდი ცოტა შევგვეცოთ, შევალამაზოთ ახლა 45-ია. შეგვიძლია 45 აქ შევგვეცოთ, აქ 5-ზე 9 დარჩება, აქ 20. ეს 20 შეგვიძლია 95-ზე შევგვეცოთ, აქ ესე 1/2 დაგვეტოვებიან კარგი, ასე ვთქვათ 1/2 დავდოვოთ, ჩხილებს დარადგავა, იყოს ასე 1/2 ჯერ, ეს და ეს ასე 10 შეგვეცებოდა, 95 და 19 20-დია და 1/2 ჯერ 13 არის 171, მეორე ასეთი ხო, AB. აი ბატონო, ნუ რა ხდება ახლა? ეს არის საწყისი მდგომარეობა, ეს საბოლოო. და რომ გავიგოთ რამდენი პროცენტით შემცირდა, როგორ ვიქცევით? დიდს ვაკლებთ პატარას, ანუ 1/2 AB-ს ვაკლებთ 1/2 ჯერ 171 მეორე ასეთი AB შეფარდებული საწყის რაოდენობასთან, გამრავლებული 100%-ზე. თუ კარგად დააკვირდებით, აქ 1/2 AB-ები სამივე ერთ წევრშია, აქ ერთი დარჩებოდა, აქ 171 მეორე ასეთი და ქვემოთაც 1. ხო, რომ შეგვეცებოდა 1/2 AB-ზე. ერთს გამოკლებული 171 მეორე ასეთი, ნუ ეგ არის რამდენია? 29 მეორე ასეთი, ხო? გამრავლდებოდა 100, ეს იკვეცება და გამოვიდა 14.5% შემცირება. იგივე. 82. წილადის რიცხველი გაიზარდა 20%-ით, ხოლო ნიშნელი 25-ით. როგორ შეიცვალა საწყისი წილადი? ნუ საწყისი წილადი იყო AB. ვთქვათ ასე, ხო? და ნუ ცვლილება როგორ ხდება? გახდა რიცხვს რო 20%-ით გააზრდი, რიცხველი ხო 120 მიასედი A გახდებოდა. ხოლო ნიშნულს გააზრდი 25%-ით, ანუ 125 მიასედი B იქნებოდა. თუ ახლა ცოტა ამას ჩვენ შევგვეცავთ, 125 შევგვეცავთ კიდევ, იქ იქნება რამდენი იქნება? ხუზე რომ შევგვეცოთ, ქვემოთ იქნება 24, ეგ არის 24, 25 A შეფარდებული B-სთან. რა ხდება ახლა? დააკვირდით. ეს არის საწყისი, ეს არის საბოლოო, ხო? და რამდენი პროცენტით შეცვლოდა? ამ შემთხვევაში ეს ხო კლება, თუ რამას ერთიანი ეგულისხმება წინ და ამას 24-25 და შესაბამისად როგორ დავკიდით რამდენი პროცენტით შემცირდა? ეს გამოვაკლებთ 24-25 A შეფარდებული B-სთან. შევიფარდებით საწყის რაოდენობასთან, შეფარდებული B-სთან და ნახეთ ეს ხო შეიკვეცება ერთიანი დარჩება, ერთიანი. 1 ჯერ 1 მინუს 24 25 გამრავლებული ასე. ეგ გამოდის 1/25 და 25-ს რო ასწავლო 4% გამოდიოდა პასუხი.
იყო შემცირდა 4%-ით. თავიდან უფრო მეტი იყო. 193. წილადის მრიცხველი შემცირდა 20%-ით, ანუ იყო AB, მოხდა გარდაქმნა, თუ მცირდება პროცენტით 80-100-ი ხდება, ხო? ხოლო ნიშნელი გაიზარდა 25%, ანუ 125 ესეთი ნიშნელი გაიზარდა, რამდენი პროცენტით შემცირდა საწყისი წილადი. ისე ხო, ამის ცვლილებას ითხოვე, რამდენი პროცენტით შემცირებულა. ახლა აქ 100 და 100 კვეცება, 5-ზეც იკვეცება, ზედა გამოდის 16, ქვედა გამოდის 25. და როგორ გავარკვიოთ ახლა, რამდენი პროცენტით შემცირდა წილადი. იყო AB და გახდა 16-25 A შეფარდებული B-სთან. გამოდის ახლა, რამდენი პროცენტით შემცირდაო, ამას გვეკითხებიან, ხო? ანუ რამდენი პროცენტით შემცირდა. ცვლილება რომ გავიგოთ პროცენტული დიდს, ანუ A შეფარდებული B-ს, უნდა გამოვაკლოთ ამისი. და უნდა შევაფარდოთ საწყის რაოდენობასთან, გამოვდება 100%-ზე. რჩება 1-16-25-9-25-ია, გამოვდება რჩება 4 და მივიღეთ 36. გამიგება 194. გვიდეთ ახლა აკერა 194-დან გავაგზავნოთ მერე. ეცება. კარგი, 194. იბოვეთ დადებითი რიცხვი, თუ ამ რიცხვის 55% ტოლია მისი შებრუნებულის 20%-ის. თქვათ, მოცემული რიცხვი არის A. ვიცით რომ A მეტია 0-ზე. იბოვეთ დადებითი რიცხვი, მას გეკითხებიან, თუ ამ რიცხვის 55%, ანუ ვიცით რომ A-ს 45 მიასწრდი 4-ის მისი შებრუნებულის, ანუ ერთი შეფარდებული A რიცხვის 20 მიასწრდს. ასეთი ამბავი. იქედან მარტივად გამომდინარეობს, რომ A გადავდოდა გამრავლებით არის A კვადრატი 45 გადმოდის გაყოფით. ეს შეიკვეცებოდა 5-ზე, არის 4 მეცხრედი. და A კვადრატი თუ არის 4 მეცხრედი და A დადებითია, მაშინ 2/3 უნდა გამოდიოდეს 25. მაღაზიაში 400 ლარის ღირებულების ნივთი ორჯერ ჩამოაფასეს. და იგი ახლა ღირს 272 ლარი. ანუ ნახეთ, ღირდა 400 ლარი. ჩამოაფასეს ერთხელ, ჩამოაფასეს მეორეჯერ და გახდა 272 ლარი. რამდენი პროცენტით ჩამოაფასეს ნივთი პირველად, თუ მეორედ ჩამოაფასეს 20%-ით. მოდი ვთქვათ, ჩამოაფასეს X%-ით და მეორედ 20%-ით, ხო? ასე მარტივი სათქმელი რა არის? საერთოდ თუ აფასებ ქვემოთ 10%, თუ აკლებ, ხდება 90%. თუ აკლებ 20%, ხდება 80% წინარე ღირებულების, ხო? და ახლა X%-ს თუ აკლებ, გამოდის, რომ ეგ უნდა გამختارიყო 400-ის 100 - X%, ხო? კი ბატონო. ეს იქნებოდა მეორე ცვლილებამდელი მდგომარეობა.
ხოლო მეორე ცვლილებების განმავლობაში მას უნდა მოიპოვო 20%, ანუ უნდა გამხდარიყო ანუ 400 ჯერ 100 მინუს x მიასედის 80% უნდა ვიპოვოთ, ხო? ნუ გამოდის ეს 272. ფოსრად ვიცით. და ეს იქნება აუცილებელი. პირდაპირ x მივიღებთ იმას, რასაც გვეკითხებიან. შეგვეძლო აქ x-ით დაგვენიშნა, რაც იყო დარჩენილი შედარებით უფრო მარტივი გამოსახულება იქნებოდა, მაგრამ არ მგონი ახლა გაგიჭირდეთ ამის გაგება, რაც გავაკეთე, ხო? ნუ x%-ით მოიკლო, ესე გახდებოდა 100 მინუს x%, ანუ 100 მინუს x მიასეთი. ეს შეგვეცოთ, აქ იქნება 4. ეს შეგვეცოთ 20, აქ იქნება 4, აქ 5. ანუ აქ გამოდის 4 ჯერ 100 მინუს x ჯერ 4 მეხუთედი უდრის 272 და 16-ზე ხომ არ იყოფა ეგ შემთხვევით. აი, მოდი ჯერ 4-ზე გავყოთ, 4-ზე შეგვეცოთ, აქ 1 დარჩება, აქ დარჩებოდა გამოვიდი ნახოთ 27-ში 6 ჯერ, 32-ში 8 ჯერ. ესეც იყოფა. გამოდის 1 და 28-ში 7, ანუ 17. ხუთიანი გადმოვიდოდა აქეთ გამრავლებით, 17-ზე გამრავლდებოდა, ანუ 100 მინუს x გამოდიოდა 85. ესე იგი x რამდენი გამოვიდოდა? 15%. ასეთი ამოცანა იყო. მარტივი არის რა თქმა უნდა ეს. 186. ხილით მოვაჭრემ იყიდა 2 ტონა მარწყვი. 1 კილოგრამი 80 თეთრად. თუ დავუშვათ, რომ ნაყიდი მარწყვის 1/4 დალპა, რა უნდა იყოს დანარჩენი მარწყვის გასაყიდი ფასი, რომ მთლიანმა მოგებამ შეადგინოს 20%. კარგი, აბა ნახეთ ახლა რა ხდება. საერთოდ მოგება უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის დანახარჯებზე გარდამეტი შემოსავალი, ხო? ნუ იდეაში მოგება უდრის შემოსავალს გამოკლებული ხარჯი. მაგრამ მეგობრებო, ახლა როცა გვეუბნებიან, რომ მოგება უნდა იყოს 20%, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 20% თუ უფრო მეტი შემოსავალი მივიღეთ, ვიდრე ხარჯი გვქონდა რა. ანუ მოგება უნდა იყოს 20%, იმას ნიშნავს, მეგობრებო, რომ რაც დავხარჯეთ, ხარჯის რომ დავუმატოთ მისივე თავის, ანუ ეს 20%, ხო, 20%. ეს იქნება შემოსავალი. საერთოდ უნდა მივეჩვიოთ ამ მომენტს, რომ აი, მაგალითად, ჩვენ შემოსავალი მიიღებ, პირობითად ვამბობ, თქვა 400 ლარი, ხო? ეგ არის შემოსავალი. შენ იცი, რომ 20%-იანი მოგება იყო. ანუ 400-ის 20%-ს კი არ ვითვლით. ხო? კარგი. ეს 400 უკვე თავის თავში შეიცავს ამ მოგებას. 400 კი არ უნდა დაემატოს, ანუ შენ უნდა იყო რაღაცა x-ი, რაც იქნებოდა თვითღირებულება, მას უნდა დავუმატო მისი 20% და ეს იქნება 400. ახლა კიდევ რა ვიცი.
იგი რა ამბები ეტრიალებს ესთანს, ოდეს წავყავოთ მეტი რაც არის. ეს იყო ჯერობით გამოსასახი დასათვლელი, ანუ ასე ვთქვათ, ხარჯის ასოცი პროცენტია, მეგობრებო, 20% თუ იზრდება, ესე ხდება 120%, ხო? 120%-ია შემოსავალი. ახლა შემოსავალი რამდენია? ნახეთ, 2 ტონა ხო იყო. და თითო კილოგრამი 80 თეთრი ღირდა. უბრალოდ ეს არის ხარჯი. ხო, ხარჯი რა არის? 2 ტონა, ანუ 2000 გამრავლებული მოდი ასე დავწერო. 80 თეთრი, იმიტომ რომ 1 კილოგრამი ღირს 80 თეთრი და არაფერი და ესე გამოდის, ხო? ხილით მოვაჭრო მეკიდა 2 ტონა, 1 კილოგრამი 80 თეთრი. ნუ ეგ იქნებოდა ხარჯი. კაი, მოდი აბა. ეს ამდენი ლარი და ეს რამდენი გამოდის? 1600 ლარი იყო ხარჯი. ახლა თუ დავუშვეთ, რომ ნაყიდი მარწყვის 1/4 დალპა. თუ დალპა იმას ნიშნავს, მეგობრებო, რომ ვერ გაკიდით თქვენ, თორე ხარჯია, 1600 ლარს ვერ წავხვალთ, მაგრამ ახლა აი, რო დავთვალოთ შემოსავალი. ესე იგი, ვითვლით შემოსავალს. ჯერ ერთი უკვე შემოსავალი არის 2000 კილოგრამი. კილოგრამის 80%, უკაცრავად 3/4 ნაწილი. 3/4 ნაწილი რატომ? 1/4 დალპა და რამდენი კილოგრამია დარჩენილი, ხო? დარჩენილია 1500 კილოგრამი. მაგრამ ნახეთ ახლა რა ამბავია. ჩვენ ვიცით, რომ ანუ ბოდიში შემოსავალს ვითვლით ახლა ამით ჩვენ და მოდი შემოსავალს კი ვითვლით, მაგრამ ჯერ არ დაგიმთავრებია შემოსავლის გამოთვლა, ხო? ეს უნდა გამრავლდეს, ანუ მთლიანი წონა გასაყიდ ფასზე. და გეკითხებიან ზუსტად რა უნდა იყოს გასაყიდი ფასი, აი თქვათ ეს უნდა იყოს X, ხო? რომ მოგება გამოვიდეს 20%-იანი. ახლა შეხედეთ. ჯერ მოდი ვნახოთ შემოსავალი რა იქნება, ხო? შემოსავალი იქნება 1500 გამრავლებული X-ზე. ეგ იქნება შემოსავალი. მაგრამ როგორც ვნახეთ, შემოსავალი რა გამოდის? შემოსავალი გამოდის 120% რა? გამოდის ხარჯი. ანუ ხარჯი ამ შემთხვევაში იყო 1600 ლარი. აბა ვნახოთ ახლა რამდენად მოგვივა ეს ამაზე იკვეცება. 1500 მოდი ჯერ ერთი ნული მოვაცილოთ აქ. ასე და 150 და 150-ში 6 იყოფა და 150-იც იყოფა 6. აქ იქნებოდა 2 და აქ ეს რო გავყოთ მოდი გავყოთ 6-ზე, აქ იქნება რამდენი? 25, ხო? ანუ X რა გამოდის? 2 ჯერ 16 შეფარდებული 25, ანუ 32 25. 32-ში 25 მოთავსდება ერთხელ, რჩება 7-32. მერე 70-ში 32 მოთავსდება ორჯერ, რჩება 70-ს გამოკლებული 32, სიფროსად 64 გარი 6. ეცუთი 70 გამოკლებული 32, ანუ 64 ხო არ მეშლება აქ? შემეშალა 32 რაშუაში 25 უნდა ყოფილიყო. 25.
70-ში 25 მოთავსდება ორჯერ, გამოვხდება 50 არის 20 და 200-ში 25 მოთავსდება 8-ჯერ. აი ეს იქნება პასუხი. ანუ მოდი კიდევ ერთხელ რომ გავიაროთ ახლა ეს ამოცანა. რა არის თავი, რას ნიშნავს 20%-იანი მოგება? საერთოდ მოგების წილი განისაზღვრება მეგობრებო, როგორ აი შენ რაც გაეცი, რაც დახარჯე, ანუ თვითღირებულება რაც არის შენი წარმოების, მისი 20% უნდა დათვალო. აი როდესაც ხედავთ იქ. შესაბამისად მე აქ და დანარჩენი უკვე კონკრეტული სიტუაციის საკითხია რა. ცოტა გამიჯანჯლა ახლა ამ საგაზე ფიქრი, მაგრამ ბოდიში ხდით, თუმცა მგონია რომ გასაგებად ავსეთ. 97 ნომერი. სორბალი დათესილია პირველი ნაკვეთის 20%-ზე და მეორე ნაკვეთის 40%-ზე. კაი, მოდი ვნახოთ აბა დათესილი. გვაქვს პირველი ნაკვეთი და გვაქვს მეორე ნაკვეთი. მოდი დავქნათ, იცით? რადგანაც ჩვენ თელის რაღაც ნაწილებზე გვესაუბრებიან, მოდი ეს იყოს სულ რაც არის პირველი ნაკვეთი და მეორე ნაკვეთი. რამე ინფორმაცია ხო არ არის მათზე ცალ-ცალკე. არა, არაფერი. პირველი ნაკვეთის ფართობი უნდა ვიპოვოთ, თუ მეორე ნაკვეთის ფართობია 100. ვცოდნია, მეორე ნაკვეთი ყოფილა 100 ჰექტარი. მოდი პირველი ნაკვეთი ავნიშნოთ x-ით. და სწორია, რომ ორივე ნაკვეთზე ერთად დათესილ ხორბალს უკავია მთლიანი ფართობის 25%. კარგი, ანუ სულ ფართობი რამდენია? სულ არის ფართობი x + 100, ხო? ახლა დათესილი. პირველი ნაკვეთის 20%-ზეა დათესილი, ანუ 20 მიასწრეთ x-ი, მეორე ნაკვეთის 40%-ზე, ანუ 40 მიასწრეთი გამრავლებული 100-ზე. კი ბატონო. და ორივე ნაკვეთზე ერთად დათესილი ხორბალი უკავია მთლიანად 25%-ს. ანუ დათესილი რამდენია? მთელი ნაკვეთის 25%. ანუ x + 100-ის 25 მიასწრეთი. მაგრამ ეს მთელი დათესილი რაოდენობა ცალ-ცალკე მათი ჯამი არ იქნებოდა? კი, იქნებოდა. ეს იკვეცება 20 ჰექტარი გავდის, ესე შეგვეცებოდა 1/5-ია, ანუ 1/5 x-ი დამატებული 40 ტოლი იქნებოდა, აი ამას რასაც ვუყურებთ, x/100 1/4-ზე. ნუ მოდი გავხსნათ ჩხილები 1/5 x + 40, აქეთ არის 1/4 x + 25 და ეს აქეთ გადმოვიდოთ ეს იქით და აქ იქნება 15 და მეორე მხარეს 1/4 x - 1/5 x-ი, ეგ არის 1/20 x-ი. x-ი გამოდის 300-ის ხელში. 300. 97 მოდი გადავკებათ 300 ჰექტარი იყო პირველი ნაკვეთის ფართობი. აბა მოდი ნახოთ ახლა 92. სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობამ ცრავად გადაწყვიტა გაეთანაბრებინა თავისი ორი ფილიალის ქონება. ამისთვის პირველი ფილიალის ქონება 20%-ით გადაეცა მეორე ფილიალს. სააქციო საზოგადოების ფილიალის ქონება 160. მოდი ახლა მე ძალიან მარტივდება მსგავსი ამოცანების სამოხსნა თუ შემოვიდა აღნიშნავს. სულ ქონდა თქვა ამდენი მარაგი, ხო ეს იყო თავდაპირველი და პირველი
მარაგი. X და Y. ვერე რა ხდება? პირველი ფილიალის 20%, ხო, პირველი ფილიალის ასე 20%-ს ავიღებდით, მე ასეც. აა გადაეცემა მეორე ფილიალს, ხო? ანუ თავდაპირველი მარაგი დარჩენილი. დარჩენილი რა არის? 80 მე-100 X-ი, იმიტომ რომ 20%-მა დაიკლო, დაკეთა გვაქვს Y პლუს 20 მე-100 X-ი. ესეთი ამბავი. ასე რა ვიცით? ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოების მთლიანი დაქვენება 160 არის, ხო? ანუ ვიცოდით, რომ X პლუს Y იყო 160. კარგი. რადგანაც სააქციო საზოგადოების ეს ნაბიჯი, ანუ 20%-ის გადაცემა განპირობებული იყო ქონებების გათანაბრების სურვილით, გამოდის, რომ თითეული ამადგანი ესეც და ესეც ორივენი უნდა ყოფილიყვნენ, რადგან ეს არის 160, ანუ 80, ხო? ასე არ გამოდის? მაშინ გამოდის, რომ 80 მე-100 X-ი უნდა იყოს 80-ის ტოლი და X-ი გამოდის აქედან 100 და Y პლუს 20 მე-100 X-იც უნდა იყოს 80-ის ტოლი. ოი, ახლა აქ X-ის მშრომლობა შევიტანთ, ხო? Y პლუს 20 მე-100 ჯერ 100 იქნებოდა 80 და Y გამოვიდოდა 60-ის ტოლი. თუ გავამოწოთ X პლუს Y მართლაც 160-ია. აჰა. კარგი. ის იქნებოდა საბოლოო პასუხი. რა შეეხება ახლა 99-ს? კაცრავად, მოდი გავასწოროთ. 99. პროსურად 199. ფილმის ორი ფილიალის შემოსავალი გასულ წელს იყო 13 მილიონი. მიმდინარე წელს დაგეგმილია პირველი ფილიალის შემოსავლის გაზრდა 75 მილიონით, მეორეს კი 140-ით. მოდი, პირველის და მეორესი, ხო? იყო 13 მილიონი, ხო? 13. X-ი და Y იყო თქვათ. ახლა რა გახდეს? ესე იგი, პირველი თუ უნდა გავზარდოთ 75%-ით, ამის შემდეგ ფილმის შემოსავალი უნდა გავორმაგდეს. ანუ შეგვიძლია გავაკეთოთ, ანუ 75 მე-100% უნდა გახდეს, ხო? და მეორე 140%-ით უნდა გავზარდოთ. ანუ 140% იცრდა, ნიშნავს, რომ 240%, ანუ 240 მე-100 Y უნდა იყოს. ხო? შესაბამისად, ფილმის შემოსავალი უნდა გაორმაგდოსო, ანუ 26 გახდებოდა სულ ფილმის შემოსავალი. ანუ რა განტოლებათა სისტემა შეგვიძლია დავწეროთ X პლუს Y არის 13-ის ტოლი და 75 მე-100 X პლუს 240 მე-100 Y ეგ არის 26-ის ტოლი. აბა, მოდი ნახოთ ახლა აქ რა შეგვიძლია გავაკეთოთ. მოდი ეს 75-ზე გავამრავლოთ, იყოს მინუს 175 X-ი პლუს მინუს უფრო სწორად 175 Y
იქნება 3-ჯერ მინუს 3-ჯერ 175. ქვემოთ ყველაფერს 100-ზე თუ გავამრავლებდით 175x პლუს 240y, ეს არის 26-ჯერ 175 და ამათ თუ დავკრებთ 240 გამოკლებული 175 არის 65y და ეს რა არის 26 ხო ორჯერ 13-ია და გამოაკდებოდა ხელ 13, ხო ანუ 13-ჯერ 175 დავრჩებოდა. ეს და ეს იკვეცება, 5 რჩება აქ 1, 5 და 75 შეიკვეცებოდა და დარჩებოდა 35, ხო? კარგი, შესაბამისად y გამოგვივიდა 35. ახლა კითხვა რა არის? ხო, 35 როგორ გამოგვივიდა ასე დიდი? ეს თუ 13 იყო. აი, რა შემეშალა ახლა აქ მე. მოდი ერთ-ერთ გადავამოწმოთ რა გვეშლება 65, ანუ ეს რომ შევკვეცე 65 13-ზე 5 დარჩა და 5 75-ზე. კი ბატონო, სწორი. მოდიში 26 აქ მე 100-ზე უნდა გამოვრავლებინა და არა 175-ზე. კარგი. შევიშალა 100 უნდა გადავეტარა გამრავლება. კარგი ბატონო. ნუ 240 გამოაგდებოდა 75 არის 65, კი ბატონო, y. ახლა აქეთ რა იქნებოდა? ესე იგი, ეს ნუ თუ გადავთვალო, სხვა უფრო მარტივი მიდგომა არ იქნება ახლა ამის ანგარიშების. რა დაკის კაი დავთვალოთ. 10-ჯერ 175 1750-ია. 3-ჯერ 175 ეს არის 3-ჯერ 170 510 525 ხო 525 ანუ 2275-ია გვაქვს მინუსით. ამას ემატება 2600-ს უნდა გამოაკლდეს ეს ყველაფერი და აქ იქნებოდა 25 და 300 ხო 325 მივიღე. კარგი ბატონო, აბა მოდი ნახოთ ახლა რა იქნება პასუხი y რას უდრის. ესე იგი 325 შევკვეცოთ 65-ზე, აქ რჩება 13, 5-ზე რო შევკვეც, აქ არის 6 და 5. ვაუ. ეს კიდე იკვეცება და გამოდის 5. მაშინ x-ი რა გამოვიდოდა? x-ი გამოვიდოდა 8, ხო? ეს არის რა იყო გასულ წელს და ჩვენ გვინდა რა იყო და რა უნდა გახდეს, ხო? და შესაბამისად 75 მიასედი აი ეგ ასე 75 მიასედი უნდა გავამრავლოთ 8-ზე, ხოლო 240 მიასედი უნდა გავამრავლოთ 5-ზე. აბა მოდი ნახოთ ახლა რა იქნება პასუხი 240 მიასედი რო 5-ზე გავამრავლდება. ეს არის ასე 20 და 240 გაიყოფა 20 არის 12. ახლა ვზენით. ეს და ეს 25-ზე იკვეცება
ნუ ზემოთ არის 25 ხუჭე და იქ 7 არის. გვაურჩება 4, ეს იკვეცება 2 და გამოდის 14. ანუ იდეაში 14 მილიონი და 12 მილიონი გახდებოდა შემოსავალი ამ ახალი ფირმების. აი ესე იქნებოდა პასუხი. და მოდი ახლა 190 ნომერიც გავაკეთე. კომპანიას განზრახული აქვს პროდუქციის 20% გამოუშვას პირველ კვარტალში, მეორე კვარტალში გაზარდოს გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა 1.5-ჯერ, მესამე კვარტალში გამოუშვას პირველი და მეორე კვარტალში გამოშვებული პროდუქციის ნახევარი და მეოთხე კვარტალში გამოუშვას 7,000 ერთეული. აი ბატონო, პირველი კვარტალი, მეორე კვარტალი, მესამე კვარტალი და მეოთხე კვარტალი. მოდი, სულ ავხსნათ, თქვათ, X-ი, რადგანაც აშკარად გამოუშვას 20% პირველ კვარტალში, ანუ მთელი რაოდენობის 20,000. მოდი წილადებში გადავხან. 1/5 უნდა გამოუშვას, ხო? იმიტომ რომ 20,000-ი ხო 1/5-ია იგივე. ნახეთ ახლა მეორე კვარტალში უნდა გაზარდოს გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა 1.5-ჯერ. ანუ 1/5X უნდა გავამრავლოთ 1/5-ზე. ეს იქნება მეორე კვარტალში ნაწარმოები და შესაბამისად, ანუ 1/5 იგივე 3 მეორედია და ანუ 3/10X იქნებოდა საწარმოები. მესამე კვარტალში პირველი და მეორე კვარტლის ნახევარი. ანუ 1/5X პლუს 3/10X-ის ნახევარი. რამდენი გამოდის ეს? ესე იგი 10 გაყოფილი 5-ზე 2, 2/10. ხო, ეს არის გამოდის ნახევარი გამოდის, ხო? ეს არის 2/10 პლუს 3/10 იქნებოდა 5/10, ანუ 1/4 და ეს არის 1/4X. და მეოთხეში ვიცით პირდაპირ რაოდენობა 7,000 ერთეული. განტოლებას დავწერთ X-ი უდრის 1/5X პლუს 3/10X პლუს 1/4X-ი პლუს 7,000. მოდი აბა, მივხედოთ ახლა ამას, გავაერთმშენებოთ რაღაც ვთქვათ, ხო? 20 იქნებოდა საერთო მნიშვნელობა, 20 გაყოფილი 5-ზე 4, 20 გაყოფილი 10-ზე 2, X იქნება და 5X. გამოდის 15X-ი, გადავიქით გამოკლებით 15 მე-20 უნდა გამო X მინუს 15 მე-20 სულ 7,000. 7,000. 7,000. ეს არის 5/20X-ი, გვეცება 1/4-ია და შესაბამისად 4 რომ გამრავლებით გადმოვიდოთ აქეთ, იქნებოდა 28,000. ანუ სულ 28,000 ერთეული პროდუქცია იყო საწარმოები. კარგი. ცოტა გაგვიჯამსლა რამდენიმე ამოცანის ამოხსნა. გვიწევს ჩაწერა და გარკვეული ეფექტი იძლევა და 191 ნომრიდან გავაგრძელებთ ამოცანების განხილვას. მომდევნო ვიდეოში. აბა დროებით.